მოგესალმებით ყველას, მე ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ვარ და თქვენ უყურებთ ფორმულას ღამის ток-შოუს. თავში ტრადიციულად მთავარი თემებისა და სტუმრების შესახებ, ბავშვები, რომლებსაც დრო არ აქვთ და სახელმწიფო, რომელსაც პასუხი არ აქვს. დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მშობლები ქუჩაში ღამეებს ათენებენ, მინისტრი კი ისევ იმას ხსნის, თუ რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას. პრობლემა ფული არ არის, ამბობს ხელისუფლება. პრობლემა დროა, პასუხობენ მშობლები. სტუდიაში პასუხები სარჯველაძის ძირითად გზავნილებზე. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ამავე დროს ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ქეთი ჩხატარაშვილი. და მეორე თემა, პატრიარქის არჩევნები კონკურენტული, თუმცა უსამართლობის განცდით პროცესის დასაწყისშივე. პირველი კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი ფავორიტი და კონკურენტები. რამ შეიძლება შეცვალოს არჩევნების დინამიკა საბოლოო კენჭისყრამდე. ბერლინიდან თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი და სტუდიაში პატრიარქ ილია მეორის თარჯიმანი ქალბატონი თამარ მესხი. გადაცემას დავიწყებთ თემით, რომელთა მიმართებაშიც სახელმწიფოს პასუხი ყველაზე ნაკლებად შეიძლება და უნდა იყოს ბიუროკრატიული, გულგრილი, ან მით უმეტეს პროპაგანდისტული. ვისაუბრებთ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების სიცოცხლეზე, მათ ოჯახებსა და დროის მნიშვნელობაზე, რომელიც ამ ბავშვებისთვის უბრალოდ კალენდარი არ არის. დღეს პარლამენტში გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნით ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იყო დაბარებული. ფორმალურად პასუხების გასაცემად. რეალურად კი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა ის, რაც ამ ოჯახებს უკვე წლებია ესმით. ბევრი განმარტება, ბევრი თავდაცვა, ბევრი ბრალდება გარკვეული ოპონენტების მისამართით, გაურკვეველი ოპონენტების მისამართით. მაგრამ არა გადაწყვეტილება, პრობლემის მოგვარების გზების შეთავაზება. მინისტრმა სცადა დაემტკიცებინა, რომ პრობლემა ფული არ არის, რომ მთავარი საკითხი მედიკამენტების უსაფრთხოებაა, რომ არსებულ პრეპარატებს მხოლოდ შეზღუდული ეფექტი აქვს. მაგრამ ამ სიტყვებს ის მშობლები უსმენდნენ, რომლებიც უკვე მეათე ღამეა ღია ცის ქვეშ ათენებენ და სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: შანსს მათი შვილებისთვის. აქ თავარი კითხვა მარტივია, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს, მოძრაობის უნარის შენარჩუნებას, დაავადების პროგრესის გადავადებას და ოჯახის იმედს ეხება, სახელმწიფოს ამოცანა თუნდაც რეალური, თუმცა მათ მიერვე გაზვიადებული რისკების უკან დამალვაა თუ გამოსავლისძებნა. მით უმეტეს, როცა მშობლები და ექიმებიც ამბობენ, რომ არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, არსებობს კონკრეტული, მათ შორის ქართული ოჯახების პრაქტიკა, ოღონდ უცხოეთში. არსებობს პრეპარატების მწარმოებლებთან კომუნიკაცია, არსებობს სამედიცინო კვლევები და არსებობს მულტიდისციპლინური მიდგომის აუცილებლობა. ანუ საუბარი არა ემოციურ მოთხოვნაზე, არამედ კონკრეტულ სამედიცინო, ფინანსურ და მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე. დღეს პარლამენტში ამ თემაზე მწვავე გამოსვლა ჰქონდა ინტერპელაციის ერთ-ერთ ავტორს ქეთევან ბაკარაძეს. მან მინისტრს პირდაპირ მიმართა კითხვით: ვის ეჯიბრებით? დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამლს და სიცოცხლეს ითხოვენ? მოდით ახლა ვნახოთ ქეთევან ბაკარაძის გამოსვლის ძირითადი მომენტები, რომელიც ოცნების დეპუტაციის აკომპანიმენტის ფონზე მიმდინარეობდა და მიხეილ სარჯველაძის პასუხები, რა არგუმენტებით ცდილობს ხელისუფლება ახსნას, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების შეძენაზე. ამის შემდეგ კი ამ არგუმენტებს დეტალურად განვიხილავთ ჩვენს სტუმრებთან ერთად. ეს ხალხი შვილების გადარჩენას ითხოვს. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში არის ის, რომ ამ ადამიანებს კაბინეტებიდან და ბრიფინგებით ესაუბრებით. თქვენს მიერ დასახელებული თანხის მოცულობა 102 მილიონი დოლარი წელიწადში ბევრია ამ ბავშვების სიცოცხლისთვის. ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. და ჩემდა გასახვირად სხვათა შორის დიდი დილეტანტიზმიც. თქვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა
საუბარია ეტლის გადავადებაზე, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გქონდეს არასწორი მოლოდინი. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის წამალი, სწორი და რეალური წამალი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას. სამწუხაროა, რომ ასე დიდ მანკიერებას ვადევნებთ თვალს, რასაც ქვია პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემებით ძალიან ბინძური სპეკულირება. განარად უნდა უღირდეს უბრალოდ ადამიანს ის იკადროს, რომ ასე არაკვალიფიციურად ვინმეს თვალში ნაცარს აყენებენ, გავაყრიდეს. ბატონო მიხეილ, თქვენ სამედიცინო განათლება გაქვთ? მაინტერესებს. რა თქმა უნდა, იურისტებსაც გვაქვს უფლება, როდესაც იქცევით უზნეოდ და ამორალურად ამაზე მიგითითოთ. რომელ მწარმოებელ კომპანიებთან გაქვთ უშუალო კომუნიკაცია? იყო კონსულტაციები და მოგახსენეთ, რომ ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ძალიან ავტორიტეტული კომპანია აგზავნის ელექტრონულ პოსტას, რომელშიც არის პრეზენტაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დიახ, ელევიდისი მიიღებსო 2025 წლის ბოლო კვარტალშიო მიიღებს ავტორიზაციასო. FDA-მ გააუქმა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თქვა, რომ ფატალური რისკები აქვს ამ მედიკამენტს. ვცდილობთ ახლა, რომ სასოწარკვეთილი მშობლების გაღიზიანება მოახდენოთ. აი ეს არის თქვენი დანაშაული. აი ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი ამორალობა. 2-3 წლით გადავადდეს ეტლში გადაჯდომა, ამისთვის არაპირებთ თანხების დახარჯვას, ეს თქვენვე დაადასტურეთ. საერთოდ ვერ ხვდები, რატომ აძლევთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ადამიანს თუნდაც 2-3 წლით ეტლში გადასმა არ ჩათვალოთ მნიშვნელოვნად. თქვენი წინამორბედით ესე აშავებდა აქონდროპლაზიის წამალს და შემდეგ ნახეთ, რომ რა შედეგი გამოიყო აქონდროპლაზიის წამალად. ძალიან ბევრი ტყუილი თქვით. მაჩვენოს ერთი ფრაზა, რომელიც იტყვის, რომ მე წინააღმდეგი ვარ, თითქოს და წინააღმდეგი ვარ, რომ ეხლაც არ ვინმე არ მოჭრას ეს. რომ თითქოს და წინააღმდეგი ვარ და უმნიშვნელოა ეტლში ჩაჯდომის გადავადება და ამის გამო წამლის ყიდვა. ახლა როდესაც ნახეთ, რომ ვიღაცის სასოწარკვეთა შეგიძლიათ საკუთარი ქულების და დივიდენდების დასაწერად მანკიერად და უზნეოდ გამოიყენოთ, ახლა აჟიტირდა თქვენი მხარე. ბატონო მიხეილ, შემთხვევით არ ვიკითხა თქვენი პროფესიის შესახებ. თქვენ ფიცი არ გაქვთ დადებული ჰიპოკრატეს. ვის წინააღმდეგ იბრძვით? ვის ეჯიბრებით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც წამალს ითხოვენ და სიცოცხლეს ითხოვენ, რომლებიც არჩევანის გაკეთებას გთხოვენ, სიცოცხლესა და პირად აუხსნელ დაუოკებელ ამბიციებს შორის. არ სჭირდება დემაგოგიითა და თავის მართლების მცდელობებით გაჯერებული განცხადებები, წამლის რისკებსა და ეფექტურობაზე ინტერპრეტირებული ვერსიები. მათ თქვენზე მეტი ინფორმაცია მოიძიეს, თქვენზე მეტი რამ შეისწავლეს და დღეს თქვენზე მეტად უკეთ იციან, რასთან აქვთ საქმე. ბავშვებს სჭირდებათ წამლები. ყოველი დღე ბავშვებისთვის კრიტიკულია და ნუ ართმევთ მათ ამ შესაძლებლობას იბრძოლონ. ნუ აყურებინებთ მშობლებს, როგორ იტანჯებიან საკუთარი შვილები. თქვენ პირადად მაძლევდით გარანტიას, რომ ყველა საჭირო სერვისი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა მშობლები საუბრობენ კოლოსალურ ფინანსურ ტვირთზე. მოусმინეთ იმ ექიმებს, რომლებიც ბავშვებისა და მშობლების მხარეს იბრძვიან. მოусმინეთ ბავშვებს, რომლებიც ითხოვენ გადარჩენას. თქვენ ძალიან შორს ხართ თქვენივე მოქალაქეებისგან. თქვენს კომფორტულად მოწყობილ ოთახებში ვერ აღწევს დედების პროტესტის ხმა. არ გესმით და არ გინდათ მოისმინოთ ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებები.
სტუდიაში სტუმრად არიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი და ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ქალბატონი ქეთი ჩხატარაშვილი. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, სად არის რეალური სამედიცინო სიფრთხილე და სად იწყება დემაგოგია, რა შესაძლებლობები აქვს რეალურად სახელმწიფოს და რა როლი აქვს თავს ამ ნაწილში, ეს თქვა ფინანსურ კომპონენტს, რა გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში იშვიათი დაავადებების კურნალობის კუთხით და ყველაზე მთავარი, რატომ რჩებიან ბავშვები და მათი მშობლები ისევ ქუჩაში, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების უბრალოდ პირდაპირ კონსტიტუციური ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მივესალმები სტუმრებს. ქალბატონი ქეთი არ მწყენს პირველ რიგში მაინც ბატონ ზაქარიას მინდა მკითხო ინფორმაციის განსახლებლად დღეს მაგალითად ირაკლი ყობახიძე მთავრობის ხელმძღვანელი ერისიონის ჩვენ სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ახალ სარეპეტიციო კომპლექსს ესტუმრა, ასე ვთქვათ და აღნიშნა, ასე ვთქვათ, ამ კომპლექსის გახსნა, კარგია, ერისიონს კი არა, მეტად ბევრი იყოს ასეთი სტუდია შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მაგრამ რამდენადაც ვიცი თქვენი მცდელობა, რომ თუნდაც რამდენიმე მშობელს ქონოდათ შესაძლებლობა პირდაპირ მთავრობის ხელმძღვანელთან ყობახიძესთან გასაუბრების ჯერჯერობით ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც პასუხგაუცემელია. დიახ, ბატონო გიორგი, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ერთი კვირა უკვე მშობლები, დედები, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, ათენებენ ღამეებს სიცივეში, ქარში, წვიმაში. და მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოხალისეებს, გულშემატკივრებს, ვინც უცხო პირები მოდიან ჩვენთან. მოაქვთ თერმოსებით ყავები, ჩაი, მასწავლებლებიანი ყოფ ქალბატონებს და ჩვენ არ ვიცით მისი სახელები ბუნებრივია, არც გვეუბნებიან და ეს არის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლიერებს ჩვენ და ამერტ დიდი ავნია. დავაზუსტოთ მაგ მე შეგნებულად სიტუაციის და სურათის გასამოქებლად არ ვამბობ, უბრალოდ ჩვენს აუდიტორიას, რომელიც ახლა ტელეეკრანებით ან მობილურებით ადევნებს თვალს ყურს იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, უნდა შევახსენოთ, რომ ეს დედები, მათ შორის ბებიებიც, ხო? ბაბუები, მამები, რომლებიც იქ ღამეებს ათენებენ და მთელი დღის განმავლობაში არიან და ისე მიეწყო, რომ უამინდობა არის, ცუდი ამინდებია, ღია ცის ქვეშ არიან, მათთვის თერმოსით შეიძლება თბილისასმელი კი მიაქვთ გულშემატკივრებს, მაგრამ გადასაფარებლის, კარავის, შეტანის უფლებაც კი არ აქვთ და პატრული პოსტზე დგას ელემყარად და ასე ღირსეულად იცავენ კონსტიტუციურ წესრიგს აი ამ დედებისა და მშობლებისგან. იმ წესრიგს, რომელიც იმ კონსტიტუციაში არ წერია. დიახ, პატრული მყარად დგას და არაერთი ავტომობილით და დაახლოებით 20-30 პირი მუდმივად დგას. სამწუხაროდ გრძელდება ეს დამოკიდებულება, რომ ვერ ამჩნევს ამ მშობლებს ხელისუფლება. აქ აღარ არის საუბარი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე. ჩვენ ორი დღის წინ მქონდა ქუთაისში თავისი ინიციატივით დაანონსდა და მე პირადად გახდით ქუთაისში ჩასული და ესეთ სიტუაცია დახვდა, რომ ნამდვილად გული გამithba ამ ხალხთან ურთიერთობით, კომუნიკაციით. ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა მშობლი პირების მხრიდან, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მხრიდანაც ჩვენ ნახეთ ცრემლიანი თვალები ამ პოლიციის თანამშრომლების და ეს კარგია და დაუშვებელია იმას საუბარი, რომ გავყოთ დედაქალაქი ქუთაისი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ იქ დავინახეთ ძალიან დიდი თანადგომა. მინდა შევეხო ბუნებრივია იმ საკითხსაც, რომ დღემდე არ მოგცეს უფლება, რომ უფებით იყოს იქ მშობლები, ჩხრეკენ ჩანთებს და ამაზე მქონდა არაერთი წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებთან, რომ მოსასხამებიც კი დაატოვებინეს მშობლებს, კარვებზე აღარ საუბრო ბუნებრივია. ეს უკვე ცდება ყოველგვარ ფარგლებს სიტყვის თავისუფლების გამოხატულების, რადგანაც მშობლები, რომლებიც ღამეს ათევენ, რა თქმა უნდა, მათ უნდა ქონდეს შესაბამისი პირობები და არ უნდა იყვნენ სიცივეში ღია ცის ქვეშ. ნებისმიერ რიგითი მოქალაქის უფლება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ საუბრობთ მშობლებზე და ოჯახის წევრებზე, რომელთაც ოჯახებში ყავთ სწორედ ეს ბავშვები. და უკვე ბატონო გიორგი, აი ორი ქალბატონი ცუდად გაგვიხდა, ბუნებრივია ისინი ისედაც დასტრესლები არიან ამ ძიმე დაავადების გამო, რომელიც ეწვიათ მათ ოჯახებს და შვილებს და ძალიან ძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის უკვე
უკიდურესი სომა პროტესტის გამოხატულების სადამდეც მიგვიყვანა ჯანდაცვის მინისტრის ესე ვთქვათ უმოქმედოვან და მისმა გადაწყვეტილებამ. მისმა დღევანდელმა განცხადებებმა რა გრძნობა დაგიტოვა და შეცვალა თუ არა იმე თქვენს გეგმებში თქვენ გქონდათ ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც ცალკე აღარ მიმეცია. ამის თაობაზეც თქვით რამდენიმე სიტყვა და მე მინდა რომ უფრო საგნობრივ ნაწილზე გადავიდეთ, იმიტომ რომ მაყურებელმა კარგად გაიგოს, რომ არაფერს შეუძლებელს და მით უმეტეს არაფერს ბავშვებისთვის საფრთხის მომტანს არც თქვენ და არც ის ექიმები, გამოცდილი ადამიანები არ ითხოვენ სახელმწიფოსგან. დღეს თითოეულმა ჩვენთაგანმა მშობლებმა საზოგადოებამ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც პირდაპირ ვიტყვით ჩემთვის პირადად ძნელად მოსასმენი იყო. უსმინო მართლაც იმ დემაგოგიას, იმ წამლების გაშევების მცდელობას, რასაც ვისმენთ ყოველ ჯერზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, იყო შეურაცხყოფელი არა მარტო იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც შეასრულეს პირნათლად თავიანთი ვალდებულება ჩვენი სათქმელი თქვენს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ ეს იყო მშობლების შეურაცხყოფა, იმ ხარდამჭერების შეურაცხყოფა, ვინც მხარს გვიჭერს, პაციენტების შეურაცხყოფა, რომლებიც ისმენენ ბავშვები და ამ ყველაფერს აცნობიერებენ და აქვთ ბუნებრივია რა თქმა უნდა აქციის უნარი და შეფასების უნარი თუ რა ხდება და ისმენენ ამას ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან. ვიხილეთ დამოკიდებულება ცალკეული დეპუტატების მხრიდან, რომლებიც არ არიან გარკვეული ამ საკითხში, ვიხილეთ ამ დღეებში ის რომ თვითონ ახდენს ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიზირებას, თუმცა ექიმებს, ამ დარგის სპეციალისტებს უკრძალავს ამ თემაზე საუბარს თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, როგორც ის ბრძანებს, თუმცა სრულ ლეგიტიმაციას აძლევს პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, ქალაქის მერს, პარლამენტის თავმჯდომარეს. აი საზოგადოებამ გასცეს კითხვაზე პასუხი, თუ ვინ აძლევს ლეგიტიმაციას, რომ პოლიტიზირებული იყოს ეს თემა. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრი და ერთგვარ გაფრთხილებად მიიღო ეს ექიმება და ძალიან ბევრი ექიმი, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს და პირად საუბრებში ბუნებრივია, მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს გვიჭერდა, ერიდებიან, რომ გამოვიდნენ საჯაროდ, დადგნენ ჩვენთან ერთად, დააფიქსირონ თავის პოზიცია. ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი, როდესაც ამ თემას, ამ საკითხს არ განიხილავს დარგის სპეციალისტები და ფაქტიურად პოლიტიკოსები განжиიან ისე რომ არ ხდება, ასე რომ ვთქვათ, სწორად ამ საკითხის განხილვა. რაც შეეხება საუბარს მედიკამენტებთან მიმართებაში, ჩვენ დღეს ვიხილეთ, რომ ბატონმა მიხეილ საჯულაძემ სწორად დაიმახსოვრა დასახელებელი მედიკამენტის ჩამონათვალი 4 მედიკამენტს დაუმატა ატარულენი, რომელიც რომელზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ საერთოდ. თუმცა აუცილებლად მინდა ვთქვა ამ მედიკამენტებთან მიმართებაში ძალიან მოკლედ. ელევიდისი, რომელიც ჩვენ ვიცით რომ 800-დან 2 შემთხვევა იყო, იმის შემდეგ გაგრძელდა კვლევები და დღეის მონაცემებით ეს ოფიციალურად დევს საიტზე, მე თან მაქვს დოკუმენტაცია ნებისმიერ მედიკამენტის აღიარების, ვამოროლონი, ჯივინოსტატი, ელევიდისი, ექსონსკიპინგი, დადასტურებული FDA-ის და EMA-ის მიერ. ელევიდისზე უკვე 1200 ინფუზია განხორციელდა, ამ წელს მხოლოდ 200 და ამ წელს დაამტკიცა იაპონიამაც და ძალიან მარტივად ყოველგვარი გართულებების და გვერდთიმოვნების გარეშე იღებს ეს ქვეყანაც და უკვე არაერთ ქვეყანაშია დანერგილი. მათ შორის ევროპაშიც, მიუხედავად იმისა, რომ EMA-ს არ აქვს აღიარებული, ევროპაშიც არაერთი წამალი იქნა, მედიკამენტი იქნა შეძენილი, ელევიდისი, უბრალოდ ერთეული და ათეულობით და მიიღეს, ასევე ამერიკაში გრძელდება, ჩვენ ყავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა დადებითი შედეგი მიიღო ამ პაციენტმა, რომელიც ფარავს უკვე დამოუკიდებლად 9 საათს და არ შეეძლო 1 საათის დაფარვაც. იყო 2 შემთხვევა, ისიც იყო დამძიმებულ მდგომარეობაში პაციენტებზე, სადაც იყო თირკმლის და ღვიძლის გვერდითი მოვლენები, უკმარისობა, პათოლოგია, მაგრამ ამის გამო იქნა გასულ წელს შეჩერებული 3 თვის ვადით და შემდეგ აღდგა. აღდგა იმის შემდეგ, როდესაც ეს კვლევა დასრულდა ამ ნაწილში და დღესდღეობით ნებისმიერ სრულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს და ეს არის FDA-ის აღიარება. ჩვენ არაერთ მედიკამენტს ვიღებთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის არც EMA აქვს გავლილი და არც FDA, თუნდაც ინდური წარმოების მედიკამენტებს და არც ერთი კვლევა არ აქვს გავლილი. თქვენ წარმოიდგინეთ, FDA-ის მიერ არის აღიარებული და წლები მუშაობდა ამას შესაბამისი სპეციალისტები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ამაზე ამბობს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო უარს. ანუ ამერიკის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის მიერ აღიარებულ მედიკამენტზე ამბობს უარს ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, თითქოს და უფრთხილდება
ჩვენი შულების ჯანმრთელობის მდგომარეობას და იკვლევს გვერდით მოვლენებს. ასევე ჯივინოსტაძე ბრძანა დღეს რომ თითქოს 4 შემთხვევა დასრულდა ფატალურად, ეს იყო დამძიმებულ მდგომარეობაში პაციენტებზე და ეს არ გამოუწვევია ჯივინოსტატს. ესაც აღწერილია კვლევებში კონკრეტულ საიტზე და მიწოდებს საჯაროა ეს ინფორმაცია. ვამოროლონი, რომელიც არის ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე და პრედნიზონოს უკეთებს, ესე რომ ვთქვათ, რეკლამას და აძლევს ლეგიტიმაციას ჩვენ ჯანდაცვის მინისტრს, როდესაც პრედნიზონი, რომელსაც მოიხმარდნენ აქამდე ბავშვები, იწვევს როგორც ხედულობის პრობლემას, სმენის პრობლემას, ასევე იწვევს, ასე რომ ვთქვათ, შეშუპებას, ზრდის პრობლემას და ასე შემდეგ. ვამოროლონს არ აქვს არც ერთი ეს უკუჩვენება და სწორედ ამიტომ ვამბობ ჩვენ, რომ ვამოროლონი, რომელზეც ასევე გვყავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ქართველი ბავშვები, რომლებმაც მიიღეს დაუბრკოლებულად ევროპაში და ასევე ჯივინოსტატი. ნახეთ, ჯანდაცვის მინისტრი ვერ გარკვეულა, რას მიაწეროს ეს უმოქმედობა. ერთის მხრივ ამბობს, რომ FDA-ის მიერ აღიარებული exon skipping და LVDC არ არის უსაფრთხო ბოლომდე და მეორეს მხრივ ამბობს, რომ ეს არ აქვს აღიარებული EMA-ს, ევროპის ჯანდაცვის ასოციაციას. შესაბამისად, მხოლოდ ეს განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ ბუნებრივია ჯანდაცვის მინისტრი არის დაპირისპირებული მხარე ამ ბავშვებთან და არა მხარდამჭერი წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან. იმ დროს, როდესაც რა თქმა უნდა ფინანსებზეა საუბარი და თითქოს და არც პირველი და არც მეორე ხარისხოვანი არ არის ფინანსები. რა თქმა უნდა ფინანსებზეა საუბარი, მაგრამ ისეთი მოცემულობის პირობებში და რეალურად ეს ყველამ ვიცით, გასულ წელს 2025 წელს ბიუჯეტში ვერ მოხდა 600 მილიონი ლარის ათვისება. ჩვენ ბუნებრივია ყველა მართულებით ვიკვლევთ ამ ინფორმაციებს და ჩვენ გასულ წელს დავკარგეთ რამოდენიმე ბავშვი და რამოდენიმე მიეჯაჭვა ერთს. რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ გამოსულიყავით ქუჩაში და უწყვეტი აქციისთვის მიგვემართა? იმიტომ რომ რეალურად შესაძლებელია ამ ბავშვების გადარჩენა. ამ ბავშვებმა უკვე იციან რომ არსებობს არაერთი მედიკამენტი. არაერთი მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების პროგრესირების შეჩერება და ეს მედიკამენტები აღიარებულია. კიდევ არაერთხელ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენი აზრი ჩამოვაყალიბოთ და ძირითად საკითხებს უპასუხოთ. აქ ნამდვილად მთავარი, როგორ ვთქვათ, ემოციურ ნაწილში აღმძვრელი ამხელა ინტერესის და мотиваციის არის ის, რომ თუ აქამდე ფატალური დაავადებების ნუსხას განეკუთვნებოდა და ახლაც არ არის სრულად განკურნებადობის არანაირი გარანტია თავისთავად, ეს თქვენ ჩემს კარგად იცით. ჩვენ ვხედავთ დინამიკას, არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური ამ საქმეში დილეტანტი ადამიანებისთვისაც გასაგებს სხვა ავადმყოფობების მაგალითზეც წარსულში, როდესაც ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და აქ საუბარი არის დროის მოგებაზე იმისთვის, რომ განკურნების უფრო ეფექტური მეთოდები და მედიკამენტები იქნას გამოგონებული ინდუსტრიის მიერ. და აი, მინდა ქალბატონ კეთის კითხო, ორი მთავარი თემა, რაც მე მაინტერესებს როგორც რიგით ადამიანს, რომელსაც ვერაფრით ვერ ამეხსნია ესეთი გაჯიუტება, ასე ვთქვათ, ბარობის წარმომადგენლების მხრიდან, როცა ბავშვების სიცოცხლეს ეხება. ერთი, რასაც დემაგოგია უფრო აქტურ ფაზაშია, რომ ეს მედიკამენტები არ კურნავს ბავშვებს და შეიძლება მისი გამოყენება უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე ამით არ მკურნალობა და მეორე თანხების მასშტაბები, იმიტომ რომ სადაც 100 მილიონს რო იტყვიან, ნუ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელები ხორცისა და სხვა პროდუქტების ფასების კილოგრამების განახევრები ცდილობენ რაღაცების ყურში მოსახვედრი ციფრებით манипуლირებას და ამას ძალიან მძაფრი გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში. იქ ხა ეს 100 მილიონი ამღარები ადამიანების ხალხისთვის განსაკუთრებით შეიძლება ცოტა ისე უხეშად ხვდებოდეს ყურს. და მე მინდა კითხო თქვენ როგორც აი გამოცდილ სპეციალისტ ამ მიმართულებით, რა ალტერნატიული რესურსები არსებობს ამასთან ერთად? გარდა იმისა, რაც უკვე ბატონმა ზაქარიამ თქვა, ერთი ადამიანისათვის საგადასახადო შეღავათის დაწესება 9 მილიარდის დანაკლისი მოუტანა ბიუჯეტს. ის 9 მილიარდი 500 მილიონი ლარი არის. აქ ჩვენ საუბრობთ 100 მილიონს. ესეც მე ბევრ არგუმენტს მეც შემოგაშველებთ უამრავს და ხალხი ხედავს სახლებში უმაღლეს თანამდებობის პირებისთვის აღმოჩენილ დახვევებულ მას რა ქვია ფულს იქნება ეს თუ ოქროულობას, მაგრამ შევეშვათ ამას დროებით და აი ამ ორ მიმართულებაზე გავამახვილოთ ყურადღება.
კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველს ვიტყვი იმას, რომ მე არ ვიცი ეს 100 მილიონი როგორ არის დათვლილი. მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ როგორც წესი ეს თანხა უნდა ითვლებოდეს უკვე არსებული დანიშნულების მიხედვით. ეს ის არ არის, რომ ყველა ამ ბავშვს აუთხივე მედიკამენტი ჭირდება, ანუ იქ რაღაცა კომბინაცია შეიძლება იყოს საჭირო, შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს, ანუ თითოეული შემთხვევა უნდა დაითვალოს ცალ-ცალკე და უნდა ვიცოდეთ ჯამი. მე არ ვიცი, შეიძლება ესე დათვალეს ჟანდაცვის სამინისტროში და იმიტომ საუბრობენ ესე დაწმუნებით ამ 100 მილიონზე, მაგრამ პირველი პრობლემა, რაც მე მექმნება, როცა ამ თემაზე არის საუბარი, მე არ ვიცი ეს 100 მილიონი რის საფუძველზეა დათვლილი. ეს ერთი. მეორე, სანამ ჟანდაცვის სპეციალისტი გავხდებოდი, მეც ვიყავი ექიმი და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ქრონიკული დაავადებები პრაქტიკულად არ ინკურნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს, ვისაც აქვს დიაგნოზი ქრონიკული დაავადების, ისინი არღებულობენ შესაბამის მკურნალობას და ძალიან ბევრი ამ მდგომარეობის მკურნალობის თანხას საქართველოს ჟანდაცვის სამინისტრო დღეს იხდის, იმიტომ რომ გარკვეული წილი მედიკამენტები სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ. ეს ორი. და მესამე, როდესაც საუბრობენ ავტორიზაციაზე, ალბათ ჯერ პირველ რიგში უნდა აუხსნათ მაყურებელს ცივილიზებული სამყარო როგორ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომელი მედიკამენტი უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და რომელი არ უნდა დააფინანსოს. არსებობს სტანდარტული მეთოდოლოგია, პროცესი, რომელსაც ქვია ჟანდაცვის ტექნოლოგიის შეფასება. სადაც არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, ეს არის ეფექტურობა, სამი უფრო სწორად უკაცრავად, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ბიუჯეტი. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება იშვიათ დაავადებებს, აქ შემოდის მეოთხე კრიტერიუმი, რომელიც არის მორალური ასპექტი. და აი ამ 4-ის ერთობლიობის საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ღებულობს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მედიკამენტის დაფინანსება არ დაფინანსების შესახებ. ეს პროცესი საქართველოში არ არსებობს. ეს მორალური ასპექტი რო განგვიმარტოთ უფრო მეტად რა. ანუ აქ საუბარია იმაზე, რა უფრო დამაზიანებელი იქნება მედიკამენტის მიცემა თუ არ მიცემა. საუბარი არის გამოსავალზე. შესაბამისად, ეს ერთი ნაწილი იქნება და მეორე ნაწილი იქნება აქ ვიწროდ ფარმაცევტული და ფარმაკო ეკონომისტების გარდა უკვე კვალიფიციური ექიმები ერთვებიან საქმეში და ისინი ეხმარებიან, ასე ვთქვათ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს ხანგრძლივი პროცესიც არის ხშირ შემთხვევაში, მაგრამ აუცილებელია იმის დაზუსტება, რომ თუ ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების დროს აქ სხვა ფაქტორიც შემოდის და არა მარტო ბიუჯეტი და ეფექტურობა. და მეორე საკითხი. მე არ ვიცი ბატონ მიხელს ვინ აწვდის ინფორმაციას და რა საფუძველზე საუბრობს. FDA-ს აქვს ესეთი რეჟიმი, რომელსაც ქვია დროებითი აღიარება. რაც ძალიან ხშირად ეხება იმ მედიკამენტებს, რომელიც იქნება პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ და ამ დაავადებებში, ამ აღიარებებში FDA ითვალისწინებს დროს რა დრო აქვთ პოტენციურ პაციენტებს და ითვალისწინებს რა პოტენციური შედეგი, დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს მედიკამენტი. მერე მესამე ფაზა, რომელიც როგორც წესი ნებისმიერი მედიკამენტის დამტკიცებას ხდება, რაც ეხება კლინიკურ კვლევებს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ნებისმიერ პაციენტს, ვისაც დიაგნოზი აქვს დასმული, აქვს საშუალება ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს კლინიკურ კვლევებში. და ეს პასუხისმგებლობა თავად გაიზიაროს საკუთარ თავზე. მან უნდა მათ შორის რისკების ნაწილში აუცილებლად.
ამას გულისხმობს ზუსტად ინფორმირებული თანხმობა, იმიტომ რომ ისინი ღებულობენ სრულ ინფორმაციას და თავად წყვიტავენ უღირთ თუ არ უღირთ ამ კვლევაში ჩართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისევ იშვიათ დაავადებაზე ვსაუბრობთ და როგორც წესი, ცოტა რთული მოსასმენი შეიძლება იყოს ჩვეულებისთვის და ბოდიშს მოვიხდი ამისთვის, მაგრამ კონტინგენტი, საკვლევი კონტინგენტი მცირეა დაავადების ბუნებიდან გამომდინარე, წარმოებელი კომპანიები იქით ეძებენ თვითონ, ვინ შეიძლება ჩართონ ამ ტიპის კვლევებში. დღეს რაც შეუძლია ელემენტარული რაც შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს გააკეთოს ის, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს კონტაქტზე გავიდნენ წარმოებელ კომპანიასთან იმისთვის, რომ ეს ბავშვები მოხდნენ, ვისაც ექნება სურვილი და ვინც გადაწყვიტავს, რომ თანახმა ამაზე მოხდნენ მაშინ. კლინიკურ კვლევაში. ფინანსებთან დაკავშირებით კიდევ მომიწევს რაღაცების დაზუსტება თქვენთან და თქვენი გამოცდილების, მათ შორის ქართული გამოცდილების ამ ტიპის დაავადებების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ აი რას თქვენ ახსენეთ, ხა ბატონი ზაქარიას ინფორმაცია და პასუხია საინტერესო ქონდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ამ შუამდგომლობის მცდელობა. დღეს რაღაც უცნაური ფრაზები მოვისმინეთ, არა პირველად, მაგრამ მაინც ძალიან ხვდება ეს ყურს, როცა მთავრობა და სამინისტრი ამბობს, რომ ხელის მოთბობა და რაღაცა ტიპის ესეთი არაჯანსაღი დაინტერესების მინიშნებებია. ოღონდ სიმართლე გითხრათ, ვერ ხვდებით ხა ამას დეპუტატებს ეუბნებოდა ვიღაცას იქ რამდენიმე ოპოზიციონერია წარმომადგენელი, რომ ისინი მოითმობენ ამითი ხელს ფინანსურად თუ ვის გულისხმობს, იმიტომ რომ ოჯახის წევრები აქტიურობთ ამაზე და ანუ რამე ეჭვი გამოითქმის, რომ ვიღაცა ადგილობრივი პროვაიდერი გახალისებთ იმისთვის, რომ მე ამაზე ფული აკეთოს. აი ეს დეტალები ცოტა უხერხულად კი არის ასახსნელი, მაგრამ საჭიროებს პასუხისგაცემას. მოგახსენეთ ბატონო გიორგი, აუცილებლად. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ვინც სხვა არაფერი უთქვავს, მათ გარკვეული ინფორმაციის მიღების ცდილობები, აი ითქვა კიდეც რომ მეილით გამოგვიგზავნეს რაღაცა, მაგრამ რაიმე ტიპის უშუალოდ წარმოებლებთან სერიოზული მოლაპარაკებების გამოცდილება ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ძალიან კარგი კითხვაა და აუცილებლად მოვისაუბრო აღნიშნულზე. ნახეთ, დავიწყებთ იქიდან, რომ თქვენ ახსენეთ 100 მილიონი ამ დაავადებასთან დასაფინანსებლად. ქალბატონ მაკეთი მახსენა კვლევები. ნახეთ, ორივე კავშირშია თქვენ კითხვასთან, ის რომ სახელმწიფოს არ აქვს კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან, ეს არის მთავარი პრობლემა. ნახეთ, სად არის პრობლემა და რატომ? პირველი თანხის ნაწილში კომპანიები, რომელთანაც გვაქვს ჩვენ ერთ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია და ეს ერთ მედიკამენტია მხოლოდ ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოსთან როგორც სტაბილურ შემძესთან მინიმალურ ფასად, შესაძლოა ნახევარ ფასად, შესაძლოა დროში გადანაწილებით. ნახეთ, დღეს რომ არ მიეჯაჭვოს ეტლსთან თუ ეტლშია შეჩერდეს დაავადების პროგრესირება, მე გაძლევ დღეს მედიკამენტს, შესაძლოა 10 წლის ვადით თანხის გადანაწილებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ ხსნი ამას? და ასევე არ არის ამ დიაგნოზში მხოლოდ ერთი მიმართულება და უნდა მოხდეს დიფერენცირება დაავადების მიმდინარეობის მიხედვით და ის ელევით ის 3 მილიონიანი რაც არის, რაც ღირს ეს ამოდენობის თანხა, ყველა ბავშვს არ მიდის. ის შესაძლოა მიიღოს 10-მა, 12-მა ბავშვმა, მეტმა არა. საზოგადოებას აჩვენებენ და ყოველთვის ამით იწყებს ბატონ მიხეილ სარჯულაძე ამ მედიკამენტით ელევიდისით. შესაბამისად, არა 100 მილიონი, შესაძლოა მისი მესამედიც იყოს, ბუნებრივია, უფრო ნაკლები თანხაც და კავშირშია, ესაც პირდაპირ მასშია, ბუნებრივია კვლევებთან, როდესაც რუმინეთის მაგალითზე დაიწყო კვლევა და კვლევის ფარგლებში უფასოდ გაუგზავნეს რამოდენიმე ბავშვს. ჩვენ ნახეთ, როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, კვლევებზეც თანახმა ვართ, არა თუ აღიარებული ერთი ეს და იმას მიერ, კვლევებში ჩაერთოს. იმდენად მძიმე დაავადება, მოგერიდები უფრო მეტად ახსნას, რომ კვლევებშიც კი თანახმა ვართ, მშობლები ჩაერთონ შვილები, ბავშვები, რადგანაც არ პროგრესირდეს იმდაგვარად, რომ შემდგომში დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, ეს წარმოადგენს სწორედ პრობლემას და მესამე რაც მინდოდა მე თქვა ამ კითხვასთან მიმართებაში და გაგცეთ პასუხი. ნახეთ, არავინ როგორ შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდეს, მისი სიცოცხლის გადარჩენას ეხებოდეს და მინისტრი აცხადებდეს, რომ ვიღაცა ხელს მოითხოვს ამით. ერთ მედიკამენტზე გვაქვს მხოლოდ პროვაიდერ კომპანიასთან კომუნიკაცია და საერთოდ არ ქონია კომუნიკაცია სხვა კომპანიებს ჩვენთან.
ანუ ის რომ კომპანიები შემოდიან და ამაზე ვნახეთ ჩვენ სიუჟეტი, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ისიც, იმედის არხზე იყო, თითქოს კომპანიები შემოვიდნენ, აქვს თავიანთი სტრატეგია, რომ ჩაითრიონ მშობლები ქუჩაში გამოიყვანონ, ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც ვიხილეთ ჩვენ მშობლებმა და ფაქტიურად აი ალბათ ახსნა არ ჭირდება საზოგადოებას, ეს იყო დასტური იმისა, რა დამოკიდებულება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანობაში სახელმწიფოს ამ დაავადების და პაციენტების მიმართ. პროპაგანდისტულ საშუალებებსაც, იმიტომ რომ ჯანდაცვის მინისტრი იმ სიუჟეტებს არ აკეთებს. ეგენ დავალებებს შეიძლება იძლეოდნენ, მაგრამ ამ თემაზე რომ ამ შინაარსის სიუჟეტებს გააკეთებ, იქ პოლიტიკურ ხაზებს მიღმა არსებული ისტორია არის ეს და ეს ის შემთხვევა, როცა მათი პასუხისმგებლობაც ესე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პროპაგანდის ნაწილში. აქ ჩვენ გვიწევს იმის გარკვევა ბატონო გიორგი იმ პოზიციის არის თუ არა პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როცა ამას აჩვენებ, ეს ბავშვები ხო ამას უყურებენ და თითქოს ჩვენ მშობლები, რომლებიც ვიბრძვით და პირველ ხაზზე ისინი არიან პაციენტები. ისინი ითხოვენ, აცნობიერებენ ამ მედიკამენტებს, იციან რომ მათი გადარჩენა დღეს შესაძლებელია და მანამ იქნება დაუმარცხებელი ეს დაავადება ჩვენთან, სანამ მედიკამენტი არ შემოვა. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ და ისინი პირველ ხაზზე არიან, ჩვენ მათ ვეხმარებით მშობლები, მხარდამჭერები, წარმომადგენლები და საჯაროდ ეს პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და ამ ბავშვებს აყურებინებენ, რომ თითქოს და ჩვენ თითოეულს ჩვენ მხარდამჭერებს, ესე რომ ვთქვა, თავისი სტრატეგიით კომპანია გვმართავს. ეს ხო აბსურდულია და აბსურდულია ბუნებრივია პოლიტიზირება ამ თემის, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. მე რატომ უნდა ვიყო ქუჩაში, მშობლები რატომ უნდა იყვნენ ქუჩაში და ათევდნენ ღამეს. როდესაც ჩვენ ვითხოვთ მედიკამენტის შემოტანას და ამ დაავადების პროგრესირების შეჩერებას. დაუშვებელია პოლიტიზირება, დაუშვებელია ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან, თუნდაც მათ მარკეტინგული ინტერესზე საუბარი. ბუნებრივია ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა სამმხრივი, როცა მედიკამენტს ვითხოვთ, ჩვენ ხო არ ვითხოვთ სოციალური მდგომარეობის პირობების გაუმჯობესებას, რაღაც კარიერულ წინსვლას და ასე შემდეგ. ეს ხო არ არის სოციალური ეს არის ბავშვების კიდევ ერთხელ მეორე სიცოცხლის გადარჩენა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება და როდესაც საუბარია 1 წელზე, 2 წელზე და 3 წელზე, რომელიც მინისტრმა ბრძანა და სამწუხაროდ ეს ძალიან ძნელად მოსასმენი იყო და სხვაგვარად სადა ინტერპრეტირება ამ ასე ვთქვათ გამოსვლის, წინა გამოსვლის, ერთი დღეს მნიშვნელოვანია და თითოეული მშობელი თელ სამყაროს გაიღებს ბავშვის გადასარჩენად და აქ მორალური მხარე ახსნა ქალბატონმა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ თქვენს ეთერში, რომ მე პირადად 3 წლის წინ Exons Kibings კომპანიამ თავაზობდა და მე იქიდან გამომდინარე რომ არ ვიქნებოდი რა თქმა უნდა მართალი პირველ რიგში ჩემ თავთან, ჩემ შვილთან და იმ პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ეს დიაგნოზი, უარი ვთქვი აღნიშნულზე და 2 თვით წავედი საფრანგეთში. ნახეთ, ამით რისი თქმა უნდა იმის არა რომ მე რა ნაბიჯი გადავდგი და ჩემ თავზე ვისაუბრო. მაშინ არ ფიქრობდა უჩვენებებზე სახელმწიფო ერთ მედიკამენტზე ვსაუბრობ მხოლოდ ახლა Exons Kibings, რომელიც იმის შემდეგთან რეგისტრირებულია ჩვენს ქვეყანაში. ექიმებად ბუნებრივია მოამზადეს ჩემი შვილი, იქ წონებით მთხოვეს, ყველაფერი რაც საჭირო იყო, წინაპირობები გამოარკვიეს და მე უარი ვთქვი, ჩამოვედი და დავიწყე ბრძოლა ჩემს ქვეყანაში. და გავერთიანდით მშობლები და დღეს ხედავთ რაც ხდება, ბუნებრივია ჩვენი მოთხოვნა არის ლეგიტიმური, ყველა მოთხოვნა, ყველა პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ წერან ბრძანეთ რომ აქვე დავაზუსტოთ რომ საფრანგეთში მკურნალობენ. ანუ ჩვენ ფრანგებზე და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემაზე უფრო კაცრ მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ თავს, ასე გამოდის. ანუ ევროკავშირის კრიტერიუმებზე იქ ადამიანისა და ბავშვების მიმართ დამოკიდებულებაზე ჩვენ გამოდის რომ პროფესიონალურ დონეზე, ასე ვთქვი, იმდენად კომპეტენტურები ვარ და შეუვალები, რომ იმათ ვჯობნით ამ ნაწილში. ბატონო გიორგი, სამწუხარო რეალობა და ხშირად ამბობთ ამას მშობლები, რომ ესე იგი ჩვენ არამარტო საფრანგეთს, მთლიანად EMA-ს და FDA-საც ვჯობნით, უფრო მეტი სტანდარტი გვინდა გამოვარკვიოთ წამლების უსაფრთხოება და ეფექტურობა. არ არის გამოსავალი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში იშვიათ დაავადებებთან ბრძოლის კულტურა უნდა ჩამოყალიბდეს და ის რომ ადამიანი გაიგებს რომ ქრონიკულ დაავადება აქვს ან იშვიათ დაავადება, ერთი კითხვა არ უნდა უშდებოდეს თუ სად გაიქცეს და სად წავიდეს. ანუ შენი ქვეყნიდან გიწევს წასვლა და სხვა ქვეყანას უნდა სთხოვო. თავშესაფარი უნდა იყო მძიმე პირობებში, ან მიიღე მედიკამენტს, ან წლები უნდა გავიდეს რომ რაღაც დაზღვევა მიიღო, შესაბამისად სისტემაში მოხდა სისტემა დაგინახოს. მიიღო ჩვენმა ქართულმა ბავშვებმა წლებია ცხოვრობენ მინიმუმ 5 წელი.
მაგრამ ეხლა კიდევ შეიცვალა მდგომარეობა და უფრო მეტსაც გეტყვით, ნახეთ, როდესაც დასჭირდა ჩვენს მოქალაქეს გერმანიაში ცნობა, რომ ჩვენ მედიკამენტს არ გვაძლევს ჩვენი სახელმწიფო, ეს ცნობაც არ გასცა ჯანდაცვამ და მე ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჩემი განმარტება გავაკეთეთ, ჩემივე გამგეობის წევრების ხელმოწერილობ ჩვენ ვერ ვიღებთ ამ მედიკამენტს. ამაშიც კი ხელშეშლა გვაქვს, წარმოიდგინეთ. ამაზე არ ვიცი ახლა ქალბატონ ქეთის უბრალოდ ერთი რაც მინდა წეგან ახსენეთ თქვენ რომ გასაგებია თუ რაიმე კარგი კეთება ჩვენ კანონში უნდა გაკეთდეს, მაგრამ იქ რომ კანცელარიის წინ არიან მშობლები და ღამეს ათევენ დედები, იქ უნდა მოვიდეს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ მოგისმინოს. თუ ჯანდაცვის მინისტრისგან ისმის ინფორმაციას და ის მისთვის არის დამაკმაყოფილებელი, ესე არ არის. ჩვენ უნდა მოგვისმინოს მშობლებს, რომლებიც ვამბობთ სიმართლეს და არა ის რომ მართლაც დაიჯეროს ის რომ ეს თემა არის პოლიტიზირებული და მართული ვინმეს მიერ. ასე რომ მინდა თქვენი ეთერით მიმართო ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია უწყვეტი აქცია და დედები ათევენ ღამეს ღიაცის ქვეშ და მოვიდეს ჩვენთან დაგველაპარაკოს ან მიგვიღოს თუ არ უნდა კანცელარიის სკვერში და ეზოში საჯაროდ შეხვედრა და ჩვენ აუხსნით დეტალურად და მივაწვდით სრულ ინფორმაციას თუ რა ხდება და რა არის სიმართლე. ქალბატონ ქეთი, თქვენ მათ შორის აი მორალურ კომპონენტსაც გაუსვით ხაზი, აქ ეთიკის ელემენტები შემოდის თავისთავად. მათ შორის ახსენეთ ქრონიკული დაავადებების მკურნალობის პრაქტიკული მხარე. რა გამოცდილება არსებობს საქართველოში, მათ შორის იშვიათი დაავადებების მკურნალობის ფინანსური მენეჯმენტის ნაწილშიც და რა როლი შეიძლება ქონდეს სახელმწიფოს, რომ თავისი რესურსი ამ მიმართულებით აქტიურად გამოიყენოს და მშობლებთან ერთად და ექიმებთან ერთად მიაღწიოს ამ შედეგებს და ეს არ იყოს აი რაღაც სრულიად გაუგებარი პოლიტიკურ დაპირისპირებასაც ვერ გავიგებ, იმიტომ რომ რა შუაშია პოლიტიკა, საერთოდ პოლიტიკა კი არა, საუბარი არის უპირველეს უფლებაზე ადამიანის, მით უმეტეს ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნების და გადარჩენის. მე სხვა ეთერში ვთქვი და დღეს აღამოსაც გავიმეორებ. აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, როდესაც საუბარი არის, არა მარტო იშვიათ დაავადებებზე, ხშირად სხვა საკითხთან მიმართებაშიც, მაგრამ თუ ვისაუბრებთ იშვიათ დაავადებებზე, მთლიანად სისტემა არის რეაქტიულ მოდულში. არასოდეს არ ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცისთვის მომზადებულია, რაღაცა სტრატეგია არსებობს, რაღაცა პოლიტიკა არის ჩამოყალიბებული, რომ პრობლემა შესაძლებელია სწრაფად მოგვარდეს. ყოველთვის რეაგირება ხდება მაშინ, როდესაც უკვე ურემი გადატრიალებულია, მოდი ესე ვთქვათ. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. გამოცდილება ძირითადად ეგეთი გვაქვს. შარშანი იყო და ზუსტად ისევე იძახდა წინა პრემიერი, რომ არიზამს და ბოლოს დააფინანსეს. ეს არ არის პირველი და მეორე შემთხვევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყოველ ჯერზე ეს მოითხოვს მშობლებისგან აქტიურობას, მოითხოვს სამედიცინო პერსონალის მობილიზებას, რომ ხარისში დაუდგენ თავის პაციენტებს და მათ პატრონებს. ესე არ გვარდება ეს პრობლემა. რაღაცა გამოსავალი უნდა არსებობდეს და რაღაცაზე შეთანხმდეს. სახელმწიფოს როლი არის ის, რომ საშუალება მიცეს ყველა მსურველს რაღაცა გარკვეული ნაბიჯი გადადგას ამ მიმართულებით. ახლა მე შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ევროპის არაერთი ქვეყანა და თუნდაც შეერთებული შტატები, სადაც ეს სულაც არ არის სახელმწიფოს ჯიბიდან გადახდილი თანხა. ეს არის შეძლებული ბიზნესის მიერ გადახდილი თანხა. ეს არის ქველმოქმედების შედეგი. ეს არის სპეციალური ფონდები, სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირებას და დაუშვათ თანხის მობილიზებას თუ სხვა გამოსავალი არ არის. მაგრამ ის რაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს, ჩვენ ბიზნეს მიზეზი უნდა კონდეს, მარტო სურვილი კი არა. მიზეზი უნდა კონდეს, რომ ქველმოქმედებაში თანხა ჩათოს. ეს მარტო სახელმწიფოს ვალდებულება არ არის, რომ მსგავს შემთხვევაში დააფინანსოს. მათ უნდა ქონდათ ინტერესი. მარტივად სიტყვაზე ვიძახი, გადაიხადეს ერთობლივად სამმა კომპანიამ, ხო? ის 100 მილიონი დოლარი, თუნდაც. მათი მოგებიდან ის შესაბამისი პროპორციული თანხა, რასაც თითოეული კომპანია გადაიხდის, თუნდაც განთავისუფლდეს მოგების გადასახადიდან. ეს мотивაციას მიცავს ბიზნესს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ ამას. მაგრამ ამას სჭირდება დაჯდომა, მოლაპარაკება, ფინანსთა სამინისტროს ჩართვა, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანა ამაზე წავა.
მაშინ ბიზნესიც მზად იქნება იმისთვის, რომ გაცილებით მეტი თანხა ჩადოს და არა მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეხიდები იმართება დაუშვათ და კონცერტებს მართავთ, არამედ სტაბილურად, მუდმივად იმისთვის, რომ შეიქმნას ფონდი, დღეს ახლა ჯუშენია, ხვალ შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, რეაქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული და რაღაცა ელემენტარული თანხა მაინც იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ თუნდაც საწყის ეტაპზე დაიფაროს აუცილებლობა და საჭიროება. რაღაცა მსგავსი არის მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ ესე ჩვენ მუდმივად რეაქციულ მდგომარეობაში ვართ და ეს დიდხანს ეს კოკა წყალს ვერ მოიტანს სამწუხაროდ. თქვენ როგორც ამ დარგის ექსპერტს შეგიძლიათ უფრო გასაგებად და მკაფიოდ ვთქვათ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა ამ ეტაპზე, რომელიც მიმართული იქნება დროის მოსაგებად და პარალელურად ამ მედიკამენტების გამოყენების ხელმისაწვდომების ზრდისთვის უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს მხრიდან უპირველეს პრიორიტეტს გადაწყვეტილებების მომზადების და მიღების პერიოდში. აუცილებლად. და ამას აზრი აქვს. არა აქვს, როგორ არა აქვს აზრი. ძალიან დიდი დრო არის უკვე დაკარგული სამწუხაროდ, იმიტომ რომ ხა ეს ბავშვები ასაკიდან გამომდინარე მე რასაც ტელევიზორში უყურებ, სამწუხაროდ არა ვარ ჩართული დეტალებში. ეს პრობლემა მათთვის დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დღეს უბრალოდ ისაც ზღვარზე მივიდნენ სავარაუდოდ, რომ იძულებული გახდნენ რომ გარეთ გამოსულიყო. მანამდე რატო არ მოგვარდა თუნდაც იმ სერვისების მიწოდების საკითხი, რაც მაგითო ვამბობ. მხოლოდ რეაქცია ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოების ან აღშფოთება პიკს აღწევს, ან ვიღაცა ქუჩაში გამოდის და პროტესტს იწყებს. ეს პრობლემა ესე არ უნდა გვარდებოდეს, ეს ხალხი ქუჩაში ნამდვილად არ უნდა იყოს, ეს კარგახნის დაწყებული სასაუბრო უნდა იყოს და მე არავის არ ვიცავ, მაგრამ ეს მარტო ბატონი მიხეილ სარჯველაძის პრობლემა არ არის, მანამდეც უნდა დაწყებულიყო ამაზე საუბარი და რაღაცა ღონისძიებები გატარებულიყო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა საბოლოო ჯამში დღეს რაც მოვისმინეთ პარლამენტშიც და რასაც ეს ადამიანები სავარაუდოდ ყოველდღიურად ეხებიან, ეს არის კომუნიკაციის არარსებობა და არასწორი კომუნიკაციის არსებობა. ანუ აქ მარტო თანხა არ არის, ჩემი თვალსაზრისით აქ არის ძალიან გრძელი ჩამონათვალი იმ პრობლემისა, რაც დღეს და გუშინ არ უნდა გამختارიყო მსჯელობის საგანი და რაზეც უკვე შესაძლებელი იყო თუნდაც არა ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომ ეს 100 მილიონი უცებ ავიღეთ და გადავისროლეთ. ესეთი ქვეყნისთვისაც შესაძლებელი იქნებოდა ამ პრობლემასთან საუბარი. და საერთაშორისო გამოცდილებით ასეთი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით არის იმ ტიპის შეღავათები, რომელშიც სწორედ ხელისუფლების აქტიური ჩართულობით ბევრი შეღავათის მიღწევა შეიძლება. ბატონო, ცეგეპატიტის კურნალობის პროგრამა, რაზეც ძალიან დიდი სიამაყით გვესაუბრება ნებისმიერი ჯანდაცვის მინისტრი ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზუსტად ერთ-ერთი ეგეთია. თუ შეიძლებოდა ცეგეპატიტისთვის, მეცაც გეტყვით, ტუბერკულოზის მესამე რიგის მკურნალობის მედიკამენტები, რომელიც განსაკუთრებულად ეფექტურად არის ჩათვლილი რეზისტენტული შტამების მკურნალობისთვის, ასევე შემოდის არარეგისტრირებულად კონკრეტული პროგრამის ფარგლებში კი ბატონო, მაგრამ ადამიანები ღებულობენ ამ მედიკამენტებს და იუმჯობესებენ ჩართულობას. მიაღწიეთ ელიმინაციას ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური დაავადების ქვეყანაში. თუ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს რაც გაცილებით უფრო მეტანხებზეა ლაპარაკი ახლა ცეგეპატიტის მკურნალობის შემთხვევაში ის მედიკამენტი რაც გილიარდმა მოაწოდა ქვეყანას უფასოდ დაახლოებით $1 მილიარდ იყო ლაპარაკი. წარმოუდგენელი ციფრია და რომ ყოველ ჯერზე დაუჯერებელია ამის. შეიძლება ითქვას ამერიკელებმა უმკურნალეს ერის მნიშვნელოვანი ნაწილს ამაში გადაიხადეს $1 მილიარდზე მეტი თანხა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მკურნალობის მაგალითი არის ქვეყანაში. ქვეყანას რომელსაც ამის გამოცდილება აქვს, რატო უჭირს გადაწყვეტილების მიღება იშვიათი დაავადებების და არა მარტო მათ შორის პრობლემაც არის ცოტა მადლობა ქალბატონკითა, მათ შორის ამას მე ვიტყვი ჩემ მხრიდან, იმიტომ უჭირს რომ ახსენეთ სიტყვა კომუნიკაცია, ასე წელიწადში 2-3 სატელეფონო ზარზე ვართ დამოკიდებული კომუნიკაციები არ არსებობს მათ შორის მსოფლიოს ყველაზე წამყვან ტექნოლოგიურად განვითარებულ სახელმწიფოებთან, რომელთა შორისაც აბსოლუტური უმრავლესობა არის სწორედ დასავლეთის ქვეყნები, რომელთა ელჩები
არჩევსაც ქვეყნის გაძევებით ვემუქრებით და სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაცია უბრალოდ გაწყვეტილი არის. მაშინ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ყველაფერთან ერთად და არ მინდოდა აქ პოლიტიკის შემოყვანა, მაგრამ ჩვენმა აუდიტორიამაც უნდა გაითვალისწინოს და გააცნობიეროს, რომ პოლიტიკურ დონეზე წარმოქმნილი პრობლემები საბოლოო ჯამში დადის კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ოჯახების და მათ შორის კონკრეტული ბავშვების სიცოცხლის საკითხებთან. ბატონ ზაქარია, მაინც ბოლოს მინდა რომ თქვენ მოგცემთ დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება და რეკლამაზე. ბატონო გიორგი, დღეს გქონდა ჩვენი ბრიფინგი 5 საათზე ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლის შემდეგ. და დედა, რომელიც ხედავს ყოველდღიურად როგორ უმძიმდება ბავშვ-ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ვეღარ ადის კიბეებზე. დედა, რომელიც ერთი წლით იყო წასული საფრანგეთში პედაგოგი პროფესიით და ძალიან მძიმე მდგომარეობაში და დაბრუნდა საქართველოში. დედა, რომელიც ყველა კონფერენციაზე იღებს მონაწილეობას და დედა, რომელმაც გაათენა გუშინდელი ღამე მოbrunda გამოსვლის შემდეგ და უნდა და თავისი სიტყვა ეთქვა და დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ შესაძლოა ხვალ მისმა შვილმა ვერ გაიაროს და დაუმძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ თითოეული მშობელი და ჩვენ არ შევწყვეტ ბრძოლა, სანამ არ იქნება მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება დაკავშირებული მკურნალობის ხელმისაწვდომასთან და მედიკამენტთან. მე დარწმუნებული ვარ, სულ უფრო და მეტი ადამიანი დაგიდგებათ გვერდში, მიუხედავად მათი პოლიტიკური აფილიაციების ან საერთოდ არა აპოლიტიკურობისა, როგორც ამას არქმევენ ხოლმე. მადლობა უთხრა ჩვენ სტუმრებს გადაცემის ამ ნაწილში საინტერესო და ამავე დროს ემოციურ საუბრისთვის. რეკლამაზე გავიდეთ ახლა და დაუბრუნდებით ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმდინარეობას, რაც უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევას, გამორჩევას. ჩვენ უკვე 3 კანდიდატის შესახებ ვიცით, მაგრამ პირველ ფაზას ამ არჩევნებისაც რაც შეეხება, როგორც აღმოჩნდა, თვალ სამართლიანად ამ პროცესს არ ჩაუგლია რა იგულისხმება ჩემს ამ დეფინიციაში. ჩვენ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ჩემს სტუმრებთან ერთად და გადაცემაში შემოგვიერთდებიან ბერლინიდან ჩაგვერთვება ჩვენ თეოლოგიის დოქტორი, რელიგიის მკვლევარი მირიან გამრეკელაშვილი და ასევე მოусმენთ პატრიარქ ილია მეორის თარჯიმას ქალბატონ თამარ მესხმარსთან ერთად უფრო მეტად ვისაუბრებთ იმაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ეკლესია და როგორ იყო მათ შორის მისი უწმიდესობა ილია მეორის მიდგომები იმ თემთან დაკავშირებით, რომელიც ახლაც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმძღვანელო უნდა იყოს სინოდის წევრებისთვის. განაგრძეთ ფორმულას ყურებას, დაგიბრუნდებით.